გურიაში დიდ თოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გორიდანაც გაემგზავრნენ. საზოგადოების მხარდაჭერით მოხალისეებმა ადგილზე პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაიტანეს. გორელი მოხალისეები გურიაში რჩებიან და აგრძელებენ ადგილობრივების დახმარებას. Სამი წელი გავიდა დღეს რუსეთ-უკრაინის ომიდან, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ჯერ ომი არ დამთავრებულა, ხალხს აფოცავენ. Solidarობა უკრაინელ ხალხს. რუსეთის ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე გორელები იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსული ბომბები ცვიოდა. 3 წლის განმავლობაში გაეროს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით უკრაინაში დაიღუპა 12600-ზე მეტი დაშავდა 29000-ზე მეტი სამოქალაქო პირი. ამავე მონაცემებით უკრაინაში დაზიანებული ან დანგრეულია სახლების 10%, რაც ნიშნავს, რომ სულ მცირე 2 მილიონი ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. Ფაქტურად რეპეტიცია გაიარა საქართველოში და ზუსტად აი ამ მოედანზე ყრიდა ბომბებს და აქ ხოცა ამ ქალაქში ხოცავდა ადამიანები. ეს ქალაქი, საიდანაც ამ ინტერვიუს ვიძლევ, არის ნაუმარ ნაბრძოლი ქალაქი, სადაც ხალხმა დაინახა ჩვენი თავდადება და გუბერნატორის წინააღმდეგ ბრძოლის ტიპმარიანობა. უკრაინა გაემარჯვეს. ამ შემთხვევაში კონკრეტულად მაუწყებლობია საუბარი, მაგრამ იმ პრაქტიკიდან რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ხდება, ნელ-ნელა თუ შეეხება მაგალითად რომელიმე ტელევიზიას, მე როგორ გადადიან ონლაინ მედიებზე და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ეს ჩვენს შეგვეხება. ქართული ოცნება მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს. 24 თებერვალს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტი მოიცავს მთელ რიგ შეზღუდვებს და რეგულაციებს. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც კანონის მიღებას მოჰყვება, არის მაუწყებლების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვა, ასეხება სოციალურ რეკლამებსაც. ცვლილებების მიღებას ქართული ოცნება მომდევნო 2 თვის განმავლობაში გეგმავს. ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურნენ მედიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ერთი ხო გააუქმეს მთავარი არხი. ეხლა მეორე და მესამეს თუ გააუქმეს, მერე დავრჩებით იმ სამყაროში. აი იქ რო არ დათათუთაშხიაში. რო გამოდის ის და რასაკეთებ მანდავ და იმედს ველოდებიო, იმედს ავთხრეო. აი ეგრეთ დღეში ჩავარდება ხალხი. ნუ არა კრიტიკული მედია ქვეყანაში ალბათ ძალიან რთული სიტუაცია იქნება ჩვენ ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ასევე მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოები აღარ იარსებებს. მათ გაუქმებას ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი გენდერი და გენდერული იდენტობა ამოდის. გენდერული თანასწორობის შესახებ კანონს კი სახელწოდება შეცვლება და მას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ კანონი დაერქმევა. გენდერული თანასწორობის საბჭოები არსებობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებშიც და მას საკრებულოს თავმჯდომარეები ხელმძღვანელობენ. მედია ხმამ 2025 წლის ისტორიის მცველები დააჯილდოვა, მათ შორის ერთ-ერთი გორელი აქტივისტი თეონა ფანქველაშვილია, რომელსაც ეს ჯილდო იმ ადამიანებთან ერთად გადაეცა, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ნამდვილი ისტორიული ნარატივების წარმოჩენასა და დაცვაში, სამოქალაქო სოლიდარობის გაძლიერებაში. საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა 1921 წელს 25 თებერვალს საბჭოთა ძალებმა ქვეყნის ძალადობრივი ოკუპაცია განახორციელეს. პროპაგანდა სიცრუის მანქანა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ყალბი ამბებით. წარსული გამოცდილება და დღევანდელი გამოწვევები სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა ისტორიკოსმა და პროფესორმა მაია ქრივიშვილმა გადაცემაში ქალისხმა. ისტორიკოსმა პარალელები გაავლო საბჭოთა რეჟიმისა და რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას შორის. მენტალური დაღდავასვა ამ საბჭოთა ოკუპაციამ შეიძლება ითქვას და პლუს ის რომ ჩვენი ტერიტორიების ისე დაგუცმაცება